ბარბარა ხარ ბავშვი, კარგად მიდის ყველაფერი, ინომის რასურათია, სულ ამაზე ვლაპარაკებთ, რაც თავარია. მე ვნახოთ ავარიული ხო? არა, ავარიული რო ყოფილი. რაკარგი ეს რამე საერთოდ ბაზისურია ენა პრობლემებია ცოტა და პრობლემ ეს შეგვიძლია ხოლმე რაკეთებია. ისეთ ვიცით, ხარჯების ეს გაიზარდა სამი სართული. რა ანალოგიურად სამივე სართულზე ხო? ათწლეულის გამოწვევის კომპაქტის ფარგლებში ინტენსიურად მიმდინარეობსარეაბილიტაციო სამუშაოები. დაგეგმილი არის, რომ დაახლოებით 30 სკოლა ახალი სასწავლო წლისთვის იქნება სრულად რეაბილიტირებული, მოწყობილი, თანამედროვე გარემო, ყველა სტანდარტით გათვალისწინებული. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი ხდება რეგიონებში და ისეთ ადგილებში, სადაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასეთი პროექტებით თანაბარ პირობებს შევთავაზებთ მოსწავლეებს, მასწავლებლებს, სკოლის ადმინისტრაციას. ძალიან მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი პირდაპირ უკავშირდება სასწავლო შედეგებს და ამიტომ ეს პროცესები უნდა კიდევ ინტენსიური გახდეს. ამის გარდა ჩართული არის სხვა რეაბილიტაციო პროექტები, რომლის ფარგლებშიც მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ახალი სასწავლო წელი და ყოველი მომდევნო წელი იყოს უფრო მეტად ორგანიზებული, რა თქმა უნდა, ინფრასტრუქტურული კუთხით. ჩვენი სკოლა, ოკამის საჯარო სკოლა, წლების განმავლობაში უმძიმეს მდგომარეობაში იყო. სასწავლო გარემო ისეთი იყო, რომ ხელშემშლელი იყო ნამდვილად სწავლის პროცესის ნორმალურად ჩატარებისათვის. დღეს მოხარულები ვართ მეც და ჩემი კოლეგების, რომ ჩვენი სკოლა ერთ-ერთი ის სკოლაა, რომელიც 1000 წლეულის გამოწვევის ფონდის მილენიუმის პროგრამით რეაბილიტირებული იქნება. ამგვარად თანამედროვე აღჭურვილი სასკოლო შენობა ხელშეუწყობს სასწავლო პროცესის უკეთ წარმართვას და მადლობლები ვართ განათლების სისტემისა იმ მხრივ, რომ ყველა ის პრობლემა, რომელიც ჩვენ წინაშე იყო, ამ რეაბილიტაციის შედეგად იქნება გადაჭრილი.